აქ შემოდის რედისონი წინანდალში, აქ შემოდი ისე როგორც თბილისში, აქ შემოდის Best Western, ეს არის ამერიკული ბრენდი თელავის ინტურისტში, ამიტომ ინტურისტი აღარ ერქმევა. აი ეს არის რაც ბოღმით ხედქავს ჩვენ მტერს. ვერც კი წარმოედგინა რომ როდესმე კახეთში და საერთოდ საქართველოში როდესმე შეიძლებოდა ისე ფეხზე დაგვეწყო წამოდგომა. ჩვენი ქვეყანა პატარა თუ დიდი ნაბიჯებით მიწევს წინ. მაგრამ ჩემთვის თავარი გამოწვევა არის, რომ ყველა ოჯახში საქართველოში დაინახონ თავისი წილი ნაწილი ამ წარმატების და თავისი წილი ნაწილი ამ წინსვლის. ამიტომ არის რომ ყველა დაგვცინიან ესენი რომ ოხ რა გვინდა ამდენი საავადმყოფო. იმიტომ გვინდა რომ მარტო თქვენ იყავით, მარტო თქვენ ხუთ გარემოტებულ პალატაში თქვენი გენერატორებით და თქვენი გამათბობლებით და თქვენი ერთი რეგიო 4 ექიმით. მე მინდა რომ საქართველოს ყველა რაიონში ყველა ადამიანს მიუწვდომოდეს ხელი იმაზე, რასაც მარტო თქვენ მიგიწვებოდათ ადრე ხელი და ზემოდან ქვემოთ დაყურებდით თქვენ ხალხს. ეხლა უყურეთ თქვენ ხალხს ქვემოდან ზემით მოწიწებით. კეთილინებენ და პატივեցით თქვენ ხალხს. რომელსაც ამდენი 10 წლეული და 100 წლეული ფეხებზე იკიდებდით. ეს არის განსხვავება ჩვენ ფსიქოლოგიასა და თქვენ ბატონყმურ ფეოდალურ მენტალიტეტს შორის. ფეოდალები საქართველოში ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდებიან. ბატონყმობა საქართველოში ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდება. ჩვენ არ ვიქნებით არასდროს არც სხვა ქვეყნის მონები და არც სხვა ფეოდალების მონები. აი ეს არის ჩვენი ფსიქოლოგია. აი ეს არის რასაც ჩვენ ვაშინებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ აი რა ფულსაც ვხარჯავთ ეხლა. შემდეგ 2-3 წელიწადში 5-ჯერ მეტი დაიხარჯოს კერძო სექტორში. 5-ჯერ მეტი დაიხარჯოს ახალ სასტუმროებში, ახალ სოფლის მეურნეობის საწარმოებში, ახალ პატარა ქარხნებში და გადამამუშავებელ სხვა საწარმოებში, იმისათვის რომ ქართულ ოჯახებს გაემართოთ ხელი. კახეთის მაცხოვრება გაიმართონ წელში და თვალებში გამოიხედონ და ამაყად დაუყოთ და თამამად ყურება მომავალს. აი ეს არის საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა. თავის დროზე იდეის ავტორი სიღრაღის რეაბილიტაციის და რა თქმა უნდა ეზიზღება ამაზე როცა ლაპარაკობ იყო ზურაბადეიშვილი და იძახის ყველა რომ ოხ რა გენერალურ პროკურორის და იუსტიციის მაშინ გენერალურ პროკურორი იყო საქმე ქალაქების რეაბილიტაციაზე ლაპარაკი. ადამიანს გულით უცემს რა მნიშვნელობა აქვს სად მუშაობს. ყველა საქმეა ჩვენი ქვეყნის საქმე. ასევე ზურაბადეიშვილის იდეა ეხა თელავის, გურჯაანის ყვარლის და სხვა ჩვენი ადგილების რეაბილიტაცია. ჩვენ გვაქვს განცდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის შემქმნელები ვართ. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ღირსება, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილთა შვილები და ჩვენი პატიოსნება. ჩვენი ხალხი და არ არის უფრო მაღალი ღირსება თითოეული ჩვენგანისთვის. ხალხო, ვიდრე თქვენი სამსახური, ვიდრე თქვენ თვალებში ნაპერწკლის დანახვა, ვიდრე ჩვენი ბავშვების პერსპექტივის დანახვა. ვიდრე ახალი აშენებული ქალაქები, რა სახლი უნდა აიშენო, რა ლოჯი უნდა მიაშენო, რა სახურავი უნდა მიადგა ისეთი, რომ თქვა რომ მე ავაშენე ახალი ბათუმი, მე ავაშენე ახალი ზუგდიდი როგორც ახლა ვაშენე, მე ავაშენე ახალი ქუთაისი, მე ავაშენე ახალი თბილისი და მე ავაშენე ახალი თელავი და ახალი კახეთი და ჩვენ ავაშენეთ ახალი საქართველო. ამასილა ერთ-ერთი დაქირავებული მათი იძახოდა პარლამენტში, სააკაშვილის დეკლარაციაო. ჩემი დეკლარაცია ბევრი არაფრით გაზრდილა, რაც ხელფასი მივიღე. ისიც კახეთში დავხარჯე ძირითადად, მაგრამ ნაკვეთზე, მაგრამ როცა გეკითხებია რა არის ჩემი დეკლარაცია? ფულალდა ჩემი დეკლარაცია არ გაზრდილა, მაგრამ მე ვიძახი რომ ჩემი მდგომარეობა გაიზარდა იმდენად, რამდენად ჩემი ქვეყნის მდგომარეობა. ჩემი დეკლარაციაში აუცილებლად შევიტან ახალ ბათუმს. ჩემს დეკლარაციაში აუცილებლად შევიტან თბილისის ახალ უბნებს. იმიტომ რომ თბილისში ამდენი არასოდეს არ აშენებულა, რამდენიც აშენდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენ დეკლარაციაში აუცილებლად შევიტანთ ახალ ზუგდიდის ცენტრს. აუცილებლად შევიტანთ ქუთაისის პარლამენტს და ქუთაისის განახლებულ ცენტრს. მე ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ ხალხს ძალიან უჭირს და ძალიან კარგად ვიცი, რომ სიღარიბე საქართველოში კი სემცი და ორჯერ და მეტჯერ ბოლო წლებში. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების ძალიან გაჭირებულია და ესეც ჩემ დეკლარაციაში მაქვს შეტანილი. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი რა ვალი მაქვს კიდე და როცა დეკლარაციაში ვალებია, ჩემი თავარი ვალი არის რომ ეს სიღარიბე ერთხელაც სამუდამოდ გადავლახოთ და ესეც ვალად მაქვს შეტანილი ჩვენ დეკლარაციაში. მაგრამ ჩემ სიმდიდრეთ ასევე ჩემ დეკლარაციაში ტრის გულის გასახეთქად შევიტანთ ახალ თელავს და ახალ კახეთს. იმ გასტუმრებულ ვალთან ერთად, რომელთაც გაუჩნდებათ გავისტუმრეთ ეს თავრობა. აი ეს არის ჩვენი ანგარიშვალდებულება თქვენ წინაშე. თავარი დარტყმა იცოდა ყოველთვის წერსად მოეყენებია. შახაბაზმა გაახსახლა კახელები და ამოძირკვა ვაზი, დღევანდელ რუსეთს ხელი მიუწვდა მხოლოდ აფხაზეთს ცხინვალზე
არა კახეთზე, თუმცა კახეთი დაბომბა, როცა პუტინის პირველი ქმედება, როცა ის აირჩიეს პირველად პრეზიდენტად, იყო კახეთის დაბომბა პირველივე დღეებში, როცა კაბინეტში შევიდა. მაგრამ პირველივე ქმედება, რომელიც მას საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური განახორციელა, იყო კახური ღვინოს ემბარგო. და ამის მიუხედავად, რომ კახეთი როდესმე დაიწყებდა ფეხზე წარმოდგენას. მათ ვერც კი წარმოედგინათ ყველაზე უფრო ველურ ოცნებებს კი, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად ციან, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ხერხემალი. ყველაფერი გააკეთეს ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ გაუძელით ომს, რომელ ქვეყანაში შეიჭრა? მითხარით, საბჭოთა კავშირი, რუსეთი და არ ჩამოაგდო მთავრობა, არ გადაუარდა, არ ჩამწყებნა ის ქვეყანა მიწაში. და არ გახეთქა ხერხემალში. ჩვენი ქვეყანა ამაყად დგას და ამაყად აფრიალებს თავის დროშას მაინც. და ამიტომ მათ იციან, რომ საქართველოსთან ისინი გამარჯვებულები ვერ არიან. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ საბოლოოდ გამარჯვებულები ვიქნებით, როცა საბოლოოდ განთავისუფლდებით მათი ჯარებისგან საბოლოოდ დავიბრუნებთ ჩვენ ტერიტორიებს, მაგრამ მათ იციან, რომ არ არიან გამარჯვებულები. ამიტომ რამდენიმე დღის წინ დამპყრობლის ახალმა ძველმა უფროსმა დაგვინიშნა გენერალური ბრძოლის ახალი ადგილი და ახალი დრო. შემოდგომის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, ყველა მოვისმინეთ ტელევიზიით. მაგრამ მათ როგორც ვერ მოგვიგეს ბლოკადა, როგორც ვერ მოგვიგეს ომი, დემოკრატიულ ბრძოლას მით უმეტეს რომ მოგვიგეს, იმიტომ რომ დემოკრატიას ყოველთვის იგებს ხალხი და ქართველი ხალხი აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლასაც.